ტრანსთემს კრიზისი უკვე გვიდგას და ხო ეს კრიზისი ხოლ ტრანსთემს არ უდგას, მაგრამ ჩვენ კიდევ დამატებითი გამოწვევები გვაქვს უბრალოდ ამ ერთიან კრიზისულ ფონზე. Სიმართლე რო თქვა ახლა თემში იმედი არ არის იმისა, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავა და ყველა ცდილობს, ფაქტობრივად ჩვენი ყოველი დღე არის ის, რომ უბრალოდ რაღაცნაირად ამ დღეს გადავრჩეთ და შემდეგ დღეს ვიწყებთ ფიქრს, რომ ახლა რა ვქნათ. და ეს რაც ყოველდღიურობაში გადის ეს კრიზისული პერიოდი რა, ანუ დღიდან დღემდე როგორ გადავრჩეთ. არ გვაქვს რაღაც გრძელვადიანი გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ ვართ კონცენტრირებული ამ დღეზე და ეს კრიზისი რამდენადაც გაგრძელდება, იმდენად უფრო მეტი ადამიანი წავა უბრალოდ ქვეყნიდან. და ეს არის რაცა რეალურად 1 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი და დაიწყო მაშინ როგორც კი ქართულმა ოცნებამ დაანონსა, რომ მიიღებდნენ ამ კანონს და როგორც კი საჯაროდ ცნობილი გახდა რა მუხლები შედიოდა ამ კანონში. და ხო მახსოვს რომ ერთი დღე იყო როცა უბრალოდ მოვიხედე და ფაქტობრივად ყველა ჩემი მეგობარი ტრანსთემიდან უბრალოდ ქვეყანაში აღარ იყო დარჩენილი. გაგრძელდება უბრალოდ ეს დინამიკა იმისთვის რომ ადამიანებმა იცი რა როცა მიდიან ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ის რომ იქ რაღაცა წითელი ხალიჩა არ დახვდებათ რა, მაგრამ აქ იმდენად სავალალო მდგომარეობა არის რომ ის რაღაცა გამოწვევები ბევრად უფრო მარტივი არის ჩვენთვის რომ რაღაცნაირად გადავლახოთ. ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ამ ქვეყნების რესურსიც ალბათ სადღაც ამოწურვადი არის რა, მაგრამ სანამ შესაძლებლობა აქვს თემს მიდის და ეს არის ყველაზე სევდიანი ნაწილი რომ ამ 1 წლის განმავლობაში ქვეყნიდან რეალურად გადინება მოხდა საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ტრანს ადამიანების.